თუ საქმე მიდგა რომ ნამდვილად ყველაფერს სწორად ვაკეთებ და წონა არ იძვრის, ანუ სასურველ მიზნას ვერ ვახწევ ვერც ზევით, ვერც ქვევით, შესაძლოა საქმეში იყოს ერთი არ ჰორმონალური დისბალანსი ჩართული და უფრო ფარისებრი ჯირკვლიდან ფარისებრი ჯირკვლიდან გამომდინარე, გლუკოზის მეტაბოლიზმიდან გამომდინარე, შეიძლება სხვა სასქესო ჰორმონებზე იყოს მიბმული ეს ყველაფერი და ვიტამინების და მიკრონუტრიენტების დეფიციტი, რომელიც როგორც მოგხსენება ჰორმონალურ დისბალანსთან მე შეჭიდულია ხოლმე. ანუ შეიძლება ეს იყოს უბრალოდ როცა ვნახავ რომ წონა არ იძვრის ჩემი განცდით ჯერ გადავამოწმო ჩემი მოლოდინები და რეალობა, რამდენად უტოლდება ერთმანეთს, მე დავrწმუნდე რომ ნამდვილად კალორიულ დეფიციტში მივყვები სტაბილურად ყოველდღიურად და მესამე თუ აი ამ ინტერვიუს სწორად ახსენე რომ 2-3 კვირა ვაკვირდები, ხო, იმიტომ რომ 2 დღე შეჩერებული სასწორო წონა არაფერს მეუბნება. თუ 2-3 კვირის შემდგომ ნახე რომ მართლა ყველაფერს ვაკეთებ როგორც მჭირდება და საჭიროა, მაგრამ სასურველ მიზნთან ერთი ნაბიჯითაც კი ახლოს ვერ მივდივარ, აუცილებლად ვიტამინების და ნუტრიენტების დეფიციტზე ვიფიქროთ ან სხვა ჰორმონალურ დისბალანსზე. იმიტომ რომ მეტაბოლური აქტივობის ინდექსი მაგ ესე იგი დაბალი. ზუსტად როგორც დავიწყეთ, ჩემი საპოხი, ჩემი ზეთი არის ვიტამინები და მინერალები. მათ გარეშე ენერგიის მიღების პროცესი არის დაქვეითებული ორგანიზმში. შესაბამისად, ეს ჩემს მეტაბოლიზმის დონეზეც აისახება, რაც არ უნდა გვეგონოს ეს მეტაბოლიზმი, ალბათ დღეს შევშლით მაგას. ბაზალური მეტაბოლიზმის რიტმი შეიძლება შემცირდეს ვიტამინების და ნუტრიენტების დეფიციტით. მაგრამ კიდევ ერთხელ, როგორც წესი, საწყის ეტაპზე მაინც ეს ვიტამინების და მინერალების დეფიციტი ისეთ ქცევაში აისახება ხოლმე, რომელი ქცევის გამოც ვეღარ მიდის წონისკლება. ანუ მიკრონუტრიენტების დეფიციტი ისე აისახება ჩემ დანაყრებაზე, ან ნაკლებად დანაყრებული მე მინდა არ მინდა მეტ კალორიას ვიღებ და ეს მაჩერებს წონისწყლებაში და არა მაინდა-მაინც რომელიმე ვიტამინის საწყისი დეფიციტის ნიშანი. რამე არსებობს ესეთი პროტოკოლი ან გზამკვლევი დღეს, ანუ ესეთი გაიდლაინი რო ეძახით ხოლმე, რის მიხედვითაც მე 50 წლის ასაკში უნდა ჩავაბარო ანალიზები და ვნახო ჩემი მიკრო და მაკრო ნუტრიენტების დონე, ვიტამინების არსებობს. მე არაფერზე არ ვაბარებ ანალიზს, ცხოვრობ გემრიელად და თავს ვზნობ კარგად. სწორად ვიქცევი? ესე იგი პირველი ორგანიზმს მოусმინე ცალსახად სწორი რჩევა, იმიტომ რომ უსმენ და ხშირად ვშია გემრიელი საჭმელი მინდა. დილებოდობი ჩემზე მეტად კარგად ჩემ ორგანიზმმა იცის რა უნდა, თუმცა ხა მე როგორც დავიწყეთ, სხვა იმპულსები არ უნდა აგვიროს ერთმანეთში, ხო? შია და მწყურიას ამბავი არ იყოს. სამწუხაროდ უნიფიცირებული გაიდლაინი როგორც გვექნებოდა მაგალითად სიმსივნეების სკრინინგზე, ასაკის მატებასთან. აი მაგ კითხვა ზუსტად. ხო, მსგავსი უნიფიცირებული გაიდლაინი არ გვაქვს. იმიტომ რომ გააჩნია ასაკის მატებასთან ერთად წინასწარ-განწყობას, გააჩნია სქესს ამოსობაში და ასევე იმ ასაკამდე სანამ მივიდოდი რა კონკრეტული დარღვევები იყო ჩემს ორგანიზმში, ანუ ნელ-ნელა ნუტრიციოლოგიის მიმართულებით მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საწყის ეტაპზე ამტკიცებულობის დაფუძნებული პრაქტიკები, უფრო შორდებით უნიფიცირებულ გაიდლაინებს და პერსონალიზებული ნაწილისგან გადავდივართ. შესაბამისად, ერთი აქამდე რა მიჭირდა ამ კითხვას სვამდა, შესაბამისად, ასაკის მატებასთან ერთად ვიცით, რომ ჩვენი მეტაბოლური პროცესები ნელდება, ბაზალური მეტაბოლური რიტმის დონე ასაკის მატებასთან ერთად 1-2%-ით მცირდება ყოველწლიურად. ამასობაში როგორც წესი მცირდება ჩემი ფიზიკური აქტივობა, ამასობაში როგორც წესი მცირდება კონკრეტული ნუტრიენტების ბიოშეღწევადობა, ათვისება და შემდგომ გამოყენების უნარი. ეს ეხება B12 ვიტამინს, ეს ეხება D ვიტამინს, ეს ეხება კალციუმს და როცა საქმეში შემოდის ხოლმე ასაკის მატება და ეს სამი ნუტრიენტი, ამასობაში საქმეში შემოდის მაკრონუტრიენტებიდან ცილა. ესეთი ტერმინია, რასაც ვეძახით ანაბოლურ რეზისტენტობას. ასაკის მატებასთან ერთად ცილა, რასაც აღიქვამდა ჩემი ორგანიზმი თავისთვის ოპტიმალურ ოდენობად, ადრე ასაკის მატებასთან ერთად უფრო მეტი ჭირდება იგივე იმპულსის მისაღებად. უმრავლესობაზე დასრული ადამიანისთვის მინიმალური ცილის ოდენობა დღის განმავლობაში იქნება დაახლოებით 1.2 გრამი კილოგრამზე 0.8. ანუ ჩემ წონას ვამრავლებ კონკრეტულ კოეფიციენტს და ვღებულობ რამდენი გრამი მჭირდება. აი უკვე ანაბოლურ რეზისტენტობაში ასაკის მატებასთან ერთად ეს რიცხვი იწყება 1.5-1.6 გრამი კილოგრამიდან. ანაბოლურ რეზისტენტობაში ვარ. შეიძლება იყოს ამასობაში, როცა მცირდება ასე თუ ისე ფიზიკური აქტივობა და საქმეში შემოდის მით უმეტეს ქალებში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია რომ ეს ასაკის მატება, ანუ როდიდან იწყება, 50 წელია, როგორც ნახეთ ქალის ორგანიზმში მენოპაუზის თემა არის. მენოპაუზური სიმპტომების, მენოპაუზური პროცესის დაწყებისთანავე იზრდება ცილის მნიშვნელობა, კალციუმის მნიშვნელობა, ოსტეოპოროზის, ოსტეოპენიის ცილა და კალციუმი ერთად ვითარდება. შემცირებისთვის და როგორც ნახეთ, უახლესი კვლევებით ომეგა-3-ის შემოდის საქმეში საკმაოდ აქტიურად ანტიანთებითი პროცესებთან გამკლავებაში, მათ შორის ქალის ორგანიზმში, ანუ ომეგა-3 როგორც ესენციური ცხიმოვანი მჟავა. ანუ ამ დროს ომეგა-3 მნიშვნელოვანი ტიპია. ომეგა-3-ის რაოდენობის გაზრდა.